საერთაშორისო კრიტიკის პირობებში ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერს შეხვდა. საუბარი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. დღის ბოლოს კი დიალოგის დეტალებზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ტექსტის ვარიანტი გამოქვეყნდა. რამდენიმე წუთის წინ კი განცხადება კანცლერის ოფისმაც გაასაჯაროვა. ერთობლივი პრესკონფერენცია არ გამართულა. სოფო ვარდიაშვილი ღარიბაშვილისა და შოლცის შეხვედრის შესახებ. სოფო, რა წერია გერმანული მხარის ტექსტში? ტექსტი გავრცელდა ოფიციალური გერმანიის მთავრობისგან. ერთობლივი პრესკონფერენცია, როგორც წინასწარვე იყო ცნობილი, არ გამართულა. ტექსტში კი, რაც გერმანიის მთავრობამ გაავრცელა, წერია შემდეგი. ფედერალურმა კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია კვლავინდებურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ კურსს და მოუწოდა საქართველოს მთავრობას გადადგას ნაბიჯები საჭირო რეფორმების გატარების მიმართულებით. რეკომენდაციები არის ორიენტირი კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე. კანცლერმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას მომავალი კვირების განმავლობაში ყველა ძალისხმევა მიმართოს ხსენებული რეკომენდაციებიდან გამომდინარე აუცილებელი ღონისძიებების დროულად და ძალზე აქტიურად გასატარებლად. უსაფრთხოების პოლიტიკაზე საუბრისას ფედერალურმა კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო და აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ფედერალური კანცლერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ მომავალში შეინარჩუნებენ ღია და შედეგზე ორიენტირებულ დიალოგს და კვლავინდებურად ექნებათ მჭიდრო კომუნიკაცია. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას არ გავრცელებია არც პრემიერ-მინისტრის კომენტარი, გავრცელდა მხოლოდ პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრის კადრები. ამ შეხვედრის შემდეგ მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს პრემიერმა ღარიბაშვილმა გერმანიის კანცლერს მიაწოდა ინფორმაცია პროგრესის შესახებ, რასაც საქართველო მიაღწია 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე. შეხვედრა ბერლინში გაიმართა აქციების ფონზე. ერთი აქცია გაიმართა იმ დროს, როდესაც პრემიერი ღარიბაშვილი შედიოდა კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე. ამ აქციის მოთხოვნა იყო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ასევე აქციის მონაწილეები, დიასპორის წარმომადგენლები მოითხოვდნენ, რომ დასანქცირდნენ ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. სოფო ვარდიაშვილი იყო პირდაპირ ეთერში ღარიბაშვილისა და შოლცის შეხვედრის შესახებ. გერმანიიდან დაბრუნებულ ღარიბაშვილს ელჩები ელოდებიან. სავარაუდოდ ორშაბათს ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკით შეშფოთებული დიპლომატიური კორპუსი შეხვდება. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ევროინტეგრაციის გარდა საქართველო ნატოს მიმართულებითაც უშვებს შანსებს ხელიდან. ივლისში ალიანსის ვილნიუსის სამიტი გაიმართა.